აშშ და ირანი ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც შეიძლება დაასრულოს ომი და გახსნას თეირანის მიმართ უფრო მკაცრი ბირთვული მოლაპარაკებები. ამ ოთხშაბათს 2026 წლის 6 მაისს ზეწოლა გაიზარდა, რადგან თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ერთგვერდიან მემორანდუმთან 14 პუნქტით ახლოსაა. საომარი მოქმედებების დასრულების გამოცხადებისთვის, ირანის გაკინული სახსრების შეთანხმებით გათავისუფლებისთვის და რეჟიმის ბირთვულ პროგრამაზე შეზღუდვების დაწესებისთვის. წინადადება მოიცავს $20 მილიარდ დაბლოკილ რესურსებში, ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმს, სანქციების ეტაპობრივ შემსუბუქებას და ახალ 30 დღიან ეტაპს შეთანხმების დეტალების დასახურად. ჯერ არაფერი ხელმოწერილა, მაგრამ ეს არის ყველაზე კონკრეტული დაახლოება ომის დაწყების შემდეგ. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ არხი გამოწერილი გქონდეს, რომ ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის სტანდარტით. მოლაპარაკებებს ატარებენ ამერიკელი წარმომადგენლები, რომლებიც დონალდ ტრამპს უკავშირდებიან, მათ შორის სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ირანის ხელისუფლებასთან და შუამავლებთან, განსაკუთრებით პაკისტანთან ერთად. ვაშინგტონის ლოგიკა მარტივია. შეჩერდეს ბრძოლები, გაიხსნას ჰორმუზის სრუტე, შემცირდეს ენერგეტიკულ ბაზარზე შოკი და ამავე დროს ირანს არ მიეცეს თავისუფალი წვდომა გამდიდრებულ ბირთვულ მასალაზე. თეთრი სახლი. ირანის პასუხები მთავარ საკითხებზე მომდევნო 48 საათში. მაშინ, როცა ისლამაბადი და ჟენევა განიხილება, როგორც მორიგი მოლაპარაკებების შესაძლო ადგილები. ყველაზე მგრძნობიარე საკითხი ურანია. არსებული ინფორმაციით, ვაშინგტონი თეირანისგან თითქმის 2000 კილოგრამი გამდიდრებული ურანის ამოღებას ითხოვს, მათ შორის დაახლოებით 450 კილოგრამს 60%-იანი სისუფთავით. ეს ჯერ კიდევ არ არის ბირთვული იარაღისთვის საჭირო დონე, მაგრამ საშიშად ახლოსაა იმ ტექნიკურ ზღვართან, რომელიც აშინებს ისრაელს, შეერთებულ შტატებს და სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანას. ამიტომ $20 მილიარდი გათავისუფლება უბრალოდ დიპლომატიურ საჩუქრად არავი იქნება. ის გამოიყენება ზეწოლის ბერკეტად, რომ ირანმა მისცეს რეალური დათმობა, შეზღუდოს გამდიდრება, დათანხმდეს უფრო მკაცრ ინსპექციებს და შეამციროს ბირთვული საფრთხე. როიტერის ინფორმაციით, ირანში 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ირანის სასამართლო სამედიცინო უწყების მონაცემებით. ისრაელში, ირანიდან და ლიბანიდან გაშვებულმა რაკეტებმა 23 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო შეერთებული შტატების 13 სამხედრო დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა, როგორც თავად როიტერი იუწყება. ჰორმუზის სრუტეში მარკო რუბიომ განაცხადა, რომ საზღვაო კრიზისის დროს სულ მცირე 10 სამოქალაქო მეზღვაური დაიღუპა. შეთანხმება იკვეთება იმიტომ, რომ ომმა მაქსიმალური ზეწოლის წერტილს მიაღწია. ირანს ვერ მოახერხა სამხედრო და ეკონომიკური ალყიდან თავის დაღწევა, მაგრამ ჰორმუზის სრუტეში შანტაჟის ძალა მაინც შეინარჩუნა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეძლო ძლიერი დარტყმის მიყენება, მაგრამ მათაც მოუწიათ მუდმივად გემების, თვითმფრინავებისა და ჯარის მზადყოფნაში ყოფნის ხარჯების გაწევა. ათასობით ადამიანი გემებზე იყო გაჭედილი სპარსეთის ყურეში და ასობით გემი ელოდებოდა გასვლას ომის სამხედრო ველიდან გამოვიდა და მთელი მსოფლიოს ჯიბეზეც აისახა. რუბიომ განაცხადა, რომ დაახლოებით 23,000 ადამიანი 87 ქვეყნიდან იმყოფებოდა გემებზე, რომლებიც რეგიონში იყვნენ გაჭედილები. ამ კონტექსტში ტრამპმა დროებით შეაჩერა თავისუფლების პროექტი, ამერიკული ოპერაცია, რომელიც გემების ჰორმუზის სრუტეში გატარებას ითვალისწინებდა, მაგრამ სამხედრო ზეწოლა არ დასრულებულა. ამერიკის საზღვაო ძალებმა გააგრძელეს ირანის პორტების ბლოკადა და გზავნილი ნათელი იყო. თეირანს შეუძლია ახლა აირჩიოს მოლაპარაკება ან დაბრუნდეს ზეწოლაზე. შეეჯახება უფრო მკაცრ პასუხს, თუ ჰორმუზის სრუტეს გლობალური ვაჭრობის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენებს. თუმცა ირანი კვლავ ცდილობს წინააღმდეგობის იმიჯი გაკიდოს. ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტთან დაკავშირებულმა პრეს-სპიკერმა გავრცელებული პირობები ამერიკელების სურვილების სიად მოიხსენია. და წყაროებმა, რომლებმაც The New Arab-თან ისაუბრეს, განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ მისულა იმ ეტაპამდე, რომ საბოლოო შეთანხმება შედგეს. ეს დეტალი აჩვენებს, რომ თეირანი ცდილობს დრო მოიგოს, გამოცადოს საზღვრები და თავიდან აიცილოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე დამარცხებული სახით წარმოჩენა. მაგრამ რეალობა მძიმეა. ბლოკადის შემსუბუქების, გატინული თანხების ნაწილის დაბრუნებისა და ამერიკული ზეწოლის შემცირების გარეშე რეჟიმი უფრო იზოლირებული და უფრო ძვირი შესანარჩუნებელი ხდება. სხვაობა ან წინადადებასა და წინა შეთანხმებებს შორის მეთოდშია. 2023 წელს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეერთებულმა შტატებმა $6 მილიარდი გადარიცხვა დაუშვა.
ირანის ფონდები სამხრეთ კორეიდან კატარში გადაირიცხა ტყვეების გაცვლის ფარგლებში. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ეს თანხა მხოლოდ ჰუმანიტარული ვაჭრობისთვის შეიძლებოდა გამოყენებულიყო ზედამხედველობის პირობებში. მიუხედავად ამისა, შეთანხმება მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა. რადგან თეირანმა მოლაპარაკები და მძევლების გაცვლით გამოვიდა გამბლოკილი თანხები და თითქმის არანაირი ხიული სტრატეგიული დანახარჯი. ჰამასის თავდასხმების შემდეგ ისრაელზე შეერთებულმა შტატებმა და კატარმა იმ მომენტში მიიღეს გადაწყვეტილება შეეჩერებინათ ირანისთვის ამ რესურსებზე წვდომა. ეხლა ტრამპი ცდილობს სხვა მოდელი წარადგინოს. ფული მხოლოდ მაშინ შევა, თუ ბირთვული შეზღუდვა იქნება. სანქციების შემსუბუქება მხოლოდ დათმობებით მოდის და ომის დასრულება არ აუქმებს გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებულ მოთხოვნას. ეს ზეწოლაზე დამყარებული მოლაპარაკებაა. ეს არ არის ნდობა თეირანის მიმართ, ეს მოთხოვნაა. წინადადება $20 მილიარდ ბირთვული შეზღუდვის მიღწევის იარაღად აქცევს და არა უბრალო ჟესტად რეჟიმის მოსაწონად. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ირანს ფული უნდა, ეკონომიკური გამოსავალი სურს და ყურეში გზის ხელახლა გახსნა უნდა. შეერთებულ შტატებს უნდა, რომ ურანი დაუყოვნებლივ მიუწვდომელი იყოს, კონტროლი და ხანგრძლივი შეზღუდვის ვადა. ისტორიული მეხსიერება გვეხმარება ამ მომენტის მნიშვნელობის გააზრებაში 1991 წელს. ალჟირის შეთანხმებებმა დაასრულა ამერიკელი მძევლების კრიზისი ირანში. იმ შემთხვევაში ამერიკელების გათავისუფლება მოხდა გაკინული ირანული აქტივების გამბლოკვასთან ერთად და შეიქმნა მექანიზმები ორ ქვეყანას შორის ფინანსური დავების მოსაგვარებლად. ისტორია გვიჩვენებს, რომ თეირანი როგორც წესი მოლაპარაკებებს აწარმოებს მაშინ, როდესაც დაბოდეს დაბლოკილი ფული, გარე ზეწოლა და პოლიტიკური გადარჩენა ერთ მაგიდაზე იკრის თავს. სხვაობა ეხლა ისაა, რომ მოლაპარაკების ცენტრში მხოლოდ მძევალი ან ძველივალი აღარ არის. ეს არის ღია ომი, ჰორმუზის სრუტე, გამდიდრებული ურანი და ბირთვული რისკი. სხვა მაგალითი მოდის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან, როდესაც ირანმა დათანხმდა ბირთვული პროგრამის ნაწილების შეზღუდვას სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, მათ შორის ნავთობის სექტორში. პრობლემა ის იყო, რომ ის მოდელი დამოკიდებული იყო ნდობაზე, კონტროლზე და გრძელვადიან პოლიტიკურ გათვლაზე. 2018 წელს დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატები გამოიყვანა შეთანხმებიდან, სანქციები დაბრუნდა და ირანმა კვლავ დაიწყო წინსვლა. no enriquecimento. ვაშინგტონისთვის გაკვეთილი პირდაპირია. თეირანთან შეთანხმება მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ძლიერი შემოწმება, სწრაფი დასჯა და ნათელი უპირატესობა მათთვის, ვინც ასრულებს პირობებს. სხვა ქვეყნების მაგალითებიც ამყარებს ამ ლოგიკას. მუამარ კადაფის ლიბიამ 2003 წელს დათმო მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამა, მრავალწლიანი სანქციებისა და იზოლაციის შემდეგ. სამხრეთ აფრიკამ სამხედრო ბირთვული პროგრამა დაშალა, სანამ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ძის ცენტრში დაბრუნდებოდა. ხოლო ჩრდილოეთ კორეამ სხვა გზა ირჩია. მოლაპარაკებები აწარმოა, დრო მოიგო და ბირთვული სტრუქტურა პოლიტიკური ფარის სახით შეინარჩუნა. ეს არის გაფრთხილება დონალდ ტრამპისთვის. თუ ირანთან შეთანხმებას არ ექნება რეალური ინსპექცია, მკაცრი ვადა და ნათელი შედეგი, თეიგი თეირანი შეიძლება ამ პაუზას გამოიყენოს როგორც ამოსუნთქვას და არა როგორც დიპლომატიურ დანებებას. ეხლა ყველაფერი ირანის პასუხზეა დამოკიდებული. თუ თეირანი დათანხმდება მემორანდუმის საფუძველს, ომი შეიძლება ფორმალური შეჩერების ფაზაში შევიდეს. 30 დღის განმავლობაში ბირთვული შეთანხმების დეტალიზაციისთვის, თანხების ნაწილის გათავისუფლებისთვის, საზღვაო შეზღუდვების შემსუბუქებისთვის და ჰორმუზის სრუტის უფრო უსაფრთხოდ გახსნისთვის. თუ ირანი უარს იტყვის, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება კვლავ დაიწყოს ბლოკადები, გააფართოვოს სანქციები და სამხედრო ოპერაციები კვლავ განიხილოს. ანადოლუს თვითონვე აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი შეინარჩუნებს ბლოკადის აღდგენის ან სამხედრო ქმედებების განახლების შესაძლებლობას, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება. ტრამპისთვის ეს შეთანხმება არის მცდელობა, ომიდან ისე გამოვიდეს, რომ ირანის რეჟიმისთვის გამარჯვება არ გადასცეს. ირანისთვის ეს არის შანსი, ეკონომიკურად ამოისუნთქოს ისე, რომ სრული მარცხი არ აღიაროს. სოფლიოსთვის ეს არის შესაძლებლობა შემცირდეს ნავთობის, ვაჭრობისა და ნავიგაციის მიმართ არსებული საფრთხე სპარსეთის ყურეში. მაგრამ თავარი ისევ იგივე რჩება, გაკინული ფული კრიზისს მხოლოდ მაშინ შეცვლის, თუ მას რეალური ბირთვული შეზღუდვები მოხვება. ამის გარეშე $20 მილიარდი უბრალოდ გახდება საწვავი შემდეგი დაძაბულობისთვის. კონტროლისა და ზეწოლის პირობებში ისინი შეიძლება გადაიქცეს ფასად, რომელიც ომის დასასრულებლად იქნება გადახდილი. ომმა კი უკვე გამოიწვია მსხვერპლი გაჩერებული გემები და ახლო აღმოსავლეთი მაქსიმალურ მზადყოფნაშია. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.